ოლიგარქის სასამართლო ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ აღძრული საქმეების განხილვის ტემპის ყოველკვირეულად დაჩქარების პროცესშია. ჩანს ამოცანა განაჩენამდე სწრაფად მისვლა. ივანიშვილი ყველა პოტენციური პრობლემის წინასწარ განეიტრალებას პოლიტიკური რეპრესიებით გეგმავს. ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმის დღევანდელ ხდომაზე ბრალდების მხარის მასალები განიხილეს. მედიას რომ ამ პროცესებზე დასწრების უფლება ჰქონდეს, ამბავს გაცილებით უკეთესად მოგიყვებოდით, რეჟიმმა ეს შესაძლებლობა მთლიანად ჩამოგვართვა, თუმცა მიუხედავად ამისა, რასაც ვახერხებთ, იმითაც ნათლად ჩანს, რომ ქართულ ოცნებას ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერების იზოლირება სურს. მათ შორის 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება ზურაბ ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და გიორგი ვაშაძეს, 4 წლამდე ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, 3 წლამდე მიხელ სააკაშვილს. საჯარო განცხადებები, პარტიების ოფისების ჩხრეკის ოქმები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფონდების საბანკო ამონაწერები, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმიდან გამოთხოვილი დოკუმენტები. ეს იმ წერილობითი მტკიცებულებების ნაწილია, რომლებიც ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე მხარეებმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამოიკვლიეს. 47 ტომიანი საქმიდან წერილობითი მტკიცებულებები 43 ტომს მოიცავს. დღევანდელ პროცესზე კი მხარეებმა 12 ტომში შემავალ მასალებზე იმსჯელეს. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ საწყის ეტაპზე ვამბობდით იმას, რომ აქციები იყო დაფინანსებული და აქციების დაფინანსების დროს მათ შორის გამოყენებული იყო არასამთავრობო ორგანიზაციის ფინანსები და სწორედ ამ ფინანსებით, რომელიც ხდებოდა სხვადასხვა ისეთი ნივთების შეძენა და ასევე ჯარიმების გადახდა, რომელიც იყო პირობითად არამიზნობრივი ხარჯვა. თუმცა ჩვენი აპელირება ამ შემთხვევაში ძირითადად მტკიცებულებებში ეხება საჯარო განცხადებებს პოლიტიკოსების, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ არის სიტყვასიტყვით გადმოტანილი გამომძებლის მიერ აღნიშნულ ოქმებში, რომელსაც ამოტავზე ვაქვეყნებთ და შეეხება რა თქმა უნდა იმ ზიანს, რომელიც დადგა რიგ შემთხვევაში იქნება ეს ნივთების დაზიანებით, სამართალდამცავების დაზიანებით თუ მე პირადად 12 ტომის ნიკა გვარამიას გვარი არ მომისმენია საერთოდ, იყო ძირითადად Facebook პოსტების არასამთავრობო ორგანიზაციებში ჩატარებული სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების გამოკვლევა, ძალიან ბევრ მტკიცებულებაზე დაცვის მხარემ განაცხადა, რომ ეს მტკიცებულება არ იყო შემხებლობაში ამ კონკრეტულ საქმეში ბრალდებულ პირებთან. ოპოზიციის ლიდერების ადვოკატები ფიქრობენ, რომ ბრალდების მხარის მიერ მოტანილი არც ერთი მტკიცებულება ფორმალურადაც კი პოლიტიკოსებისთვის წარდგენილ ბრალთან პირდაპირ შემხებლობაში არ არის. მათი შეფასებით პროკურატურა სხვადასხვა დოკუმენტისა და მასალის დაკავშირებას ამ საქმესთან პოლიტიკური კონტექსტის მიხედვით ცდილობს. ადვოკატების განმარტებით საქმე ეფუძნება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების საჯარო განცხადებებს, რომლებსაც ბრალდების მხარე დანაშაულის მტკიცებულებად წარმოაჩენს. დაცვის მხარისთვის საქმეში არსებულ მოწმეთა ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგო და კომიკურია. შესაბამისად, მათი თქმით, სამართლებრივი თვალსაზრისით სარწმუნო მტკიცებულებებად ვერ შეფასდება. სწორედ ამიტომ დაცვის მხარე ამ პროცესს ირონიულად ჯესტების საქმესაც კი უწოდებს. მათთვის ეს სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკური დევნის თვალსაჩინო მაგალითია. აქ უამრავი სისხლის სამართლის საქმის მასალაა, რომელიც კონტექსტუალურად არის კავშირში მათი აზრით და არა პირდაპირ. რაღაცა თვალსაზრისით შეიძლება გარკვეულ კონტექსტს ქმნიდეს, მაგრამ ახლა კონტექსტუალური მტკიცებულებებს არ იცნობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მტკიცებულება უნდა იყოს პირდაპირი ხასიათის, რომელიც უნდა უთითებდეს ბრალდებულის დამნაშავეობაზე, ანუ დანაშაულობაზე, ან ახასიათებდეს პიროვნებას და ეს მტკიცებულებები თავის დროზევე არასწორად იქნა დასაშვებად ცნობილი, იმიტომ რომ რელევანტური არ იყო ამ საქმისთვის. სხვა მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომელიც სამართალწარმოების დროს საერთაშორისო თვალსაზრისით მიმართული იქნა სხვა ქვეყნებისთვის და პასუხი აქვს მიღებული, ასეთი მტკიცებულება წარმოდგენილი საქმეში არ არის და მხოლოდ მიმართვებით ვერ იქნება მტკიცებულება. საქმის მასალებში წარმოდგენილია ოპოზიციური პარტიების საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის ამსახველი დოკუმენტები. მათ შორისაა დასავლელი პარტნიორებისთვის გაგზავნილი წერილები, სადაც საუბარია ქართული ოცნებისა და კონკრეტულად ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების, ხელახალი არჩევნების ჩატარებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნებზე. დაცვის მხარის შეფასებით, სწორედ ეს პოლიტიკური აქტივობაა ის, რასაც პროკურატურა ოპოზიციონერების მიერ ჩადენილ დანაშაულად წარმოაჩენს. მოსამართლეს ზოგადად ეჩქარება გითხრა, რომ დაიქნებ დავასრულოთ წერილობითი მტკიცებულებები. თუმცა ვხედავთ, რომ ბევრი ტომეულია და არ ვიცი როგორ დავასრულებ. ასევე დღეს იყო გამოქვეყნებული ისეთი მტკიცებულებები, როგორიც არის პოლიტიკოსების საჯარო განცხადებები. ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების განთავისუფლებას. ადამიანის საჯაროდ გაკეთებულ განცხადებები მოყავთ როგორც მტკიცებულება საბოტაჟის საქმეზე, რომ აი თქვენ გინდათ ხელახალი არჩევნები, თქვენ გინდათ პოლიტპატიმრების განთავისუფლება. ასევე უკრაინის ხარდამჭერი განცხადებები იყო გაკეთებული პოლიტიკოსების მიერ საჯაროდ. ესეც არის მტკიცებულება წარმოდგენილი, რომ თურმე საბოტაჟის საქმისთვის არის ეს მნიშვნელოვანი.
დღევანდელ პროცესს საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსიდან მხოლოდ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდა. ის თელავში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და საქართველოში არსებულ რუსულ გავლენებზე ისაუბრა. მან საბოტაჟად შეაფასა ქვეყანაში ქართული ოცნების საქმიანობა. საბოტაჟის საქმეა და საბოტაჟზე უნდა თქვა ორიოდე სიტყვა. ქვეყანაში დგას რუსული შარდის სული. ამ სასამართლოში ძალიან მძაფრად ცემს რუსული შარდის სული. ცემს როგორც შემადგენლობაში ასევე აი ამ ბადრაგის მხრიდან რომელსაც ეგან ბრძანება გასცა ჩემთვის ბორკილები მოეჭერა ხელზე კარგად მოუჭირეთ ბორკილები ისე ჭორნულურად გასცა ბრძანება ჩვენ უნდა აღგვიდგინოთ ჩვენი ღირსება ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი სიამაყე იმიტომ ჩვენი სიამაყის მოკლა იყო ივანიშვილისთვის და აი ყველასთვის რუსეთის თავარი დაკვეთა დამცირება საქართველოში ან თავისუფლება ან სიკვდილი და იქნება თავისუფლება და იქნება ჩვენი მტრის და მისი დამქაშების სიკვდილი 53 ტომიანი წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევას მხარეები ხვალ გააგრძელებენ. ბრალდების მხარის გამოსაკლებ მტკიცებულებებს შორის რჩება ვიდეო მასალა, რომელიც რამდენიმე ათეულ საათს შეადგენს. მათ შორისაა ლიდერების სატელევიზიო ინტერვიუები, საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები და მიმართვები. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევდის საქმეზე განაჩენი შესაძლოა ზაფხულის ბოლომდე გამოცხადდეს.